ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანელა კაპიჭიძე. აი ესე ვიწყებთ გადაღებას დღეს თეატრში ვართ სტუმრად. წავედით ხო? აი, სად არის სალომე? აი ესე. საინტერესო კადრებს მალე გაგაცნობთ. დაელოდეთ. დღეს ჩვენ ვისწავლეთ თეატრ მოდინახეს და შეგვიძლია ესეთი გასაოცარი თავბადორი. თუ შეიძლება წარდგინეთ თქვენი თავი. გამარჯობა კატო, მე ვარ ნინო სატყობელაშვილი, დრამატურგი. მოდით ვისაუბროთ წლებთან. ამ პიესის მოსაგონებლად თქვენ დიდი ხანი დაგჭირდათ? ესე იგი, უნდა გითხრათ შემოკარგო, რომ საერთოდ ამ პიესის პირველ წყარო, ასე რომ ვთქვათ, სულ პირველი ვარიანტი ვერსია ესე გვქნის ცნობილ მწერალს ოდია იოსებიანს და ბატონო მუზარმა ესეთი ამოცანა მომცა რომ ჩვენ უნდა გადავეკეთებინა ეს პიესა იმისათვის რომ დღეს ახალგაზრდა თაობას აი ამ ახალგაზრდა გოგონებს და ბიჭებს ესაუბრათ თავიანთი თაობის სათქმელით თავიანთი გადმოსახედიდან და ამდენად რთული არ იყო მარტივი იმიტომ რომ როცა ეხები ესეთ ძვირფას პიესას, რომელიც ქართულ მაყურებელმა კარგად იცის, რომელიც არაერთხელ დადგმულა სცენაზე და ეხები ოდია იოსებიანის შემოქმედებას, ხო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ რაღაცნაირად ისე მოაქციო ის თანამედროვეობის ჩარჩოში, რომ არც ის პირველ წყარო დაკარგო და თან კიდევ შენი სათქმელიც თქვა. და კიდევ უფრო ართულებდა ჩვენს მუშაობას ის რომ ცოტა დრო ჰქონდა, არ ჰქონდა ბევრი დრო. მაგრამ რაღაცნაირად ერთობლივად შევძელით რომ აი ეს საბოლოო ჯამში აი ესეთი სახე მიგვეცა ამ სპექტაკლისთვის და აი ეს გამოგვივიდა რაც გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა უბრალოდ ყოველსა ბატონ მეგზარ მუცრიკიძეს და მე ამ ბავშვებს, აი ბოდიში ბავშვები აკადემიკა, აი ამ ახალგაზრდებს, აი მარაჩვეულებრივ გოგონებს და მაწვილებს, ამ სტუდენტებს, რომლებმაც თავიანთი ენერგიით, აი ამ გულწრფელი ემოციით ახალი სიცოცხლე შესწინეს აი ამ პიესას და მე მჯერა რომ ბევრჯერ ითამაშებენ ისინი და აუცილებლად მიიტანენ მაყურებლის გულამდე ჩვენს სათქმელს. როგორ ისე დავიღალე რომ მე აქედა ხეს აღარსა დავადგა. მოიცა. შენ სახლი უფრო მოგეწონა თუ მასპინძელი? ორივე. მოდამცა. თქვენ არ დაიღალეთ ხო? აბა მოეწყვეთ გოგოებო. სულ ეს არის აი რასაც ხედავთ. აი ხო უხარ შეშას შეუგეთ. თქვენ კიდე აი გურჯერ და რაღაცები რო გაქვთ, აი დარეცხოთ აი. ეს ისეს ხავს ვიყის ფასად ოქროდ მოკიდე. რა ქნას გოგო საწყალი ბიჭია. და რა გასაწყლა? 6 გადარეული დაბესის თავს და გასაწყლებოდა აბა რა იქნება? არა, არც ეგრე მარტივად გქონია საქმე. შენ ჩვენს გეხარ თუ ამის? ხო დავცა. სიცხვილი არა. არა, ისე მართლა. რა სიცხვით მასპინძელო? აბა რა გიცხრა? ერთ ფერად ქვით და მერე ოხ ჩვენ გადავირიეთ. დავეცი. წავუგაყიდო. ოღონდ რა მოგეწონა რა? არა, რა მოგვეწონა კაცო რა? აი ამდენი ხალხი როგორ დავეცე? excuse me, მაგრამ მე ვერავის ფეხები
ხონებულებო. ეს დავეცი და გადავირიე რა გაიგე კაცო. გინდა. არ გინდა და ნუ. ავიშრა. აბადიეთ რა. ფეხი დამოკარი და ბაგი და დამეყარ. ხო, შეეშა კაცო რა შეგაშა. ხო, გინდა. არ გინდა და. გითხარი, ესაა რაც ამ. აი შუა ზართაშია რა. თქვენი გულისიდან სახს ხომ არ დავანგრევ და სიგრძე სიგანეს ხომ არ მოუმატება. ნეტაი. მე თემის სიცოცხლე ვაპირებ მოკრას და თქვენ არა სამი ღამე არ გაგიწევება. არა, უყურეთ ერთი როგორ სიტყვას ამიდა. არა, მართავს ამბობს. რატომაც არა. არ დაგაწვის და არ დაგაწვის. აი გიგინე, ორ საწყოსაც მოგიხედე. დაწეგი და ხენა დაიყავს. ხო, აი ძალიან არ ხენა თვითებით აი ამას სათის ყოლებში. აბერა, შეცადები და ეს საწოლი ფანჯარასთან დაიდგა. ოთახი თუ მოგიჭერს რა? ფანჯარა გამოახ. ირონი და ჰაერი შემოვა, თვითონ ჩასულთვა ფულად ეხი. ой, სადა. თქვენ. გახსოვილი ხარ? რა სექსისტური შეკითხვაა. როგორია? სექსისტური. რო? სექსისტური. შენ ენაზე უტაქტო. მაისას რა. გახსოვება რა უზრუნველოვანი ხდება. ვისთვის როგორ როგორ? ჩემო ნიკო. რა თქმა უნდა. კარგი იყოს ყოლა. არა, მედის ვირსი არ ხარ შენ პრინციპში. მე აქ შენთვის ვინაზები და ეს კიდე ყოლა. აკეთებ რა. არა, აი მაგ ხასიათს რა. თქვენ რა გადათხოვება. აი ეს თქვენ. მაის. თქვენ რა შეყარებულები ხარ? თქვენ ეროზი მეშე, მე ხალხები და წავალ. ვაი შენ სკოლას რა. რა მოვიდა? თქვენ რა გოგო. ისინი ყოლა. ვაიმე გოგო მამა სიმნაირები. ისე პაპიროსს იცი. დიახას ვეწერე. აი. გეხვეწები გამოჩნდა ბინგონი ბა. და რომელიც ამბობ. ნახეთან როგორ გაწითოდა. არაფერს ხედე ბიჭო. რატო რა? არ უნდა ვიცოდე ჩემსაში ღამეს ვინათებ. პირადი ნომერი და IQ სხვა გინდა კიდე. აი QQ არის. მაგრამ თქვენ რა სტუმარი რომ მოდის ხოლმე, სულ არაფერზე ინტერესდები ხარ. ყოველ შემთხვევაში ეგრევე პირად ცხოვრებაზე შეკითხვა არ ვაჯახებ, ბატონო. არ გეწინოთ რა. ისე კითხეთ, კაცო. ალავა. აი ესეთი ლამაზები ხართ და მეთქი როგორ გამოუშვეს იმ თქვენმა სატრფოებმა, ეგრე მარტო ამ შუა ღამესაც. ვინ გამოგიშვა? სატრფოებმა. მაგ სიტყვას აქ UNESCO იცა. მაიცა, UNESCO. ვიცი, არ იცავს არა. მაიცა, აბა თქვენებურად როგორ უნდა ვიცი? აი ასე უნდა გეთქვა. აბა როგორ? თქვენმა კრაშებმა, იციან აქ რო ხარ? ისე მაგ სიტყვა კრაშს ვერცნებით. აი, კარგი, შენთვის აკეთო იყო. იხოს, მაგრამ რო არა. აი, მოგიგდეს ჩემი. არ სატრფოა და არ ზრაში კაცო. თუ ჯერ ის რაში უნდა იყოს, რომ სატრფოს ჩამააჩი. აკეთებს კაცო რა. არა და ხო გზნობა რა. სიტყვა ბანზე გადაგა. სინამდვილეში. რაღაცა ხდება თქვენთვის. ბატონო, გიჭირთ რაღაცა გოგო. არა, მე არ გეწი. მორჩა. კეთი და მიგდივარ. არა, შეგიჭირი რა, კი არ გამიფრაზე კაცო. მე ის საქმე არ მაქვს, ახლა შენ დაიგებდე გავხო. მეც მიდივარ. დავიდახებ და თბილისში დავიდახებ. აი, დაიგიდე რა, მაგას დავეთქვით გოგო ესები, რა საიჯაბრე. აბა უყურეთ, აბა. აი კაცო, აი არის ესა. აი მასო თუ დააწოლი. თავისი დამოვალი. მაშა, აი რა. შეიძლება. რასაკე მივდივარ. კარგი. ხო, რა ჯაჭკურები ვერ ახედავ ეს? ჩინურია. მორბლები მოყვა. აი ალერგია მაქვს ესეთ გორსალებზე. რაღაცა გიკითხო, ვისაკად რამ სოფლეობა. ალო. აი მე არ ჭეს. ინტერნეტი არ გაქვს? აი გიჭერს, აი 200. აი ყველა დაიწყო გურაზე უნდა მატაროს რა ვქი. ალო. გამარჯობა. გამოძახება მინდა. ბაკურიაში ვარ და თბილისში მინდა. დიახ. ბატონო. შეგადინა. დაიჭიე მანთო. აი, გიხდები საახალოთა გადასაუბრებს. ანუ ამოდი რა სიცხლია. უაზროდ მოვიდა, მაგრამ იცი როგორ ამანდო. ანუ წამოდი შენ საერთოდ არ ინერვიული. აი, წამოვა. აბა თბილისში ფეხი თუ არ დაეშება, თანაც ახალწლამდე ან გლები შეჭამენ და ან რომელიმე ათაური ნიკალა. აი, წამოვა მოვარდეთ და გავიზარდეთ. რაღა დარჩა ახალწლაო. დედა სხვატირე რა. მიდი შეიგინე. აი, თუ გინდა გარეთ გაჩიქი, აქ მაინც ვერავინ გაიგებს. სამაგიერო დავაუშვე. შეში რა. გოგოებო. ანა თქვენი წინინება მინდოდა. მოდიში რა. ამეც თუ ცუდად გამომივიდა, აი. მე უბრალოდ
აი ესეთი ლამაზები ხართ რა. 60-ის ყვავილებს გავხარ. აიმე და აი საიდან იცით 60-ში როგორი ყვავილებია? ეგრე წარმომიდგენია. ისე სხვათა შორის ერთხელ სიზმარშიც ნახე. აიმე რა ნახეთ 60-ე? ო, დედა ჩემი კრეფანდა კაცო. იმ სისხო ფურცლები ქონდა რომ თელ ხელის გულს უფარა. ვარდებს. ვარდებს. კი. ჩებით. ქარი ქრის. ეს აპოი. კიდევ რომ შეგეძლოთ რამე ესეთი ის მონება, თქვენი იდეა რა იქნებოდა? კი, ბევრი იდეა მაქვს, არაერთი და ეხაც მუშაობ ერთ პიესაზე. ვერ გავახსოვ საერთოდ დავიტოვებდი ახლა თემო კარგო. იმიტომ რომ ძალიან ისეთი რთული სამუშაო პროცესი არის და ცოტა ხნით მინდა რომ რაღაცა იქამდე მივიდე, როცა უკვე შეიძლება რომ ეს გავასაჯარო, ასე რომ ვთქვათ და ყველასთვის ეს გავხადო. მორთვა დამეცად, აი თადგას და თუ გინდათ მორთვა. აი სასათამაშოებს გამახსოვთ. სადაც და შენ სულ მარკაც ხარ რა? ო, შაბლები? ვასის რო ვიტავით. მამა გადავიწყო. შარშა კიდე დედა ჩემი დაიწყო. ვისი არის? ოღონდ ცოტა ძველი სათამაშოებია. ტრიანია და არაუშავს არა. არაუშავს. აი ის ნაძვის ხე პლასმასის არის. ო, უხილდებით აკა ბუნებას კაცო. მაშინ აიმე ტყეში ამდენი ნაძვის ხე და ჩვენ პლასმასის დავყავ. ой, რა ვიცი. დამეროდე. ჯარა! ინო? ჯარა ბიჭო! მოდი! რა? მოდი კაცო. მოვიდე? აბა, მოდი. აი წამოდი შეგაკეთა რა. რა პუშკუნა? რა ხილა დოურია კოლაცია არა გვიამათა. არა, ვიღაცება შენ ამას. მოდი კაცო. აუღარ ჯორი. კოლაცია, პარლო. ნაძ მომიჩერი რა დღეში ერთსა. რა ქნა? მოჭერი რა ძიში. შენ არის რომ ნაძვის მოჭრა არ შეიძლება? ადამიანს დანაშაულის ჩადენისკენ უნდა უბიძგო. თანაცაირით ლიმიტები როგორ გააქტიურდა? შენ რა, შარშალარი კიდე პლასმასის ნაძვის ხე. თანაც როგორ ტრავახობდი და ხალხს აჩვენებდი. მე პლასმასზე გადავედი და ესაო და ისაო. ეს არის მაგალითის მიცემაი. ენა. პლასმასის კი მაქვს, მაგრამ აი მურებს ის უნდა რა, ბუნებრივი. შენ რა, შენ გონი არ ვიცი რომ დადიხარ და ტურბინით რომ უჭიდინებ აქ მურებს რა. რა შენ მურებს უჭიდინებ, რა სიტყვი მე უყურებ ბაირამას. ხო უნდა ვიცოდე, სად არის ზამი, რო არ მით. იდი რა საქმეს ისე, მიდი რა. გიორგა მიხარ, ყველასა ერთი ჯარი გოგოები არიან, ჩამოსულებიო, პერო განჭობილებიო. ეს ხო არის ტვისელები არიან და მართალია. დაიცაი. ის არა გითხრა შენ გიორგამ, რომ ეგენი შემტოლები არ არიანო? არა. ხო და მიდი წადი, წადი რა. წადი რა საქმეს მიხარ. ლათი რა. კოლაცია! აა. ამოწინა. კოლაცია. ისე, აგე რომ მოდიოდი ორგობეში კაშე ვიმოვე ძირსებდო და ეთქობა შენი გოგოები საიდა. აუტანა გაუხარდება. დადე. აიდა. რათა? აიდა. რათა? აბა. აუტას მიჭი. დაი საქმეს მიხედე. დას მიქა მე. მამა წაღვში. კოლაცია! კოლაცია! ამო. აბა რა. ისე მე რაღაცა ვიფიქრე. მიდი. ჩემ პატარა ოთახში ამოდენა გოგოები როგორ უნდა დათიო? ჩემთან გიმურები წავიდნენ ოთახი განთავისუფლდა და თუ კიდე გადავიყო ჩემთან ჰა? აბა რა სიტყვაა? მიხედავს ამას და დიქანაო ისე ეს. ჰა? დადი რა. ვაჭი რა ის. კოლაცია! კოლაცია! ისე მე არასრულწლოვანი ვარ და ვერ დამიჭერენ, მაგრამ თუ დაგაჭარიმე შეგადაიქი ჯარიმასა, გაიგე? აბა ეხა შენ მამა წავდი შენ აი. დაასახელეთ მსახიობი მოთამაშე ამ სპექტაკლში, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. არ მინდა გამოვყო. აი ამ შემთხვევაში ჩემი ემოცია და ჩემი შეფასება ყველა მათგანს უკავშირდება და ძალიან მომეწონა თითოეული მათგანი, იმიტომ რომ ვიცი რა შრომის შედეგია ის, რაც დღეს აჩვენეს მაყურებელს.
ეპიზოდები იყო რამდენიმე, რაც ძალიან მომეწონა, რაღაცა განსაკუთრებული სიტყვოთი, ამოვსებული აი დუეტზე, როდესაც თოვს, აი ეს თოვლის ეპიზოდი რომ არის და როდესაც საუბრობს კოლა და მეგი ერთმანეთთან მარტოობაზე რომ საუბრობენ, აი ეს ეპიზოდი ძალიან მომეწონს. ალბათ ეს თოფი დაჟანგებულია. აბა გოგო, და კოლა ეს ამხელა თოფი შენია? აკაჩები სააკაც. იმას კიდე თავის და პაპამაც. მე ახლა არ მითხრა. დიდი პაპა აბრაგიმ ხოდა და ამ წეებში იყო გაჭრილიო რა. და რო მითხრა არ დაიჯერებ? მოც მართლა? მას აი მაგის შიში. აქ ვერ სულიერი და ვერ სუსულობ ერთად. და შენ გადისწია ვახტობი. რამდენი რაზმია? გასწიები? მა, გასულ, ნო. აი ძალიან ხოდა მანდამუტკი არ მინდა. ბიჭი ჟანგიანი თოფი. და გამოგონილი მაჩო პაპი. ჩუ, გოგო, იქნებ მართლა ის წინაპრები. ვის თავო სირისტია? გოგო, რა სირისტია? შეხედე. უფ! კუტების ბატი კუტები დააყრია. არ დაგეჭერია? დაგვერხა. მე მგონი მართლა დაიქრაშე. მე არა გოგრა დავიქრაშე. უბრალოდ მეშინი ამ თქვენ მაჩოს ჩვენი ჭინჭობა ყელში არ ამოვიდეს და აი ამ სიცივეში გარეთ არ გავყავ. აბა, მოგორი ვაგე. ძალიან პროვოკატულდები. ყავა მე. მოვიცი რა. ჩვენი ხავა ისია როგორ თუდამროს. ესე წნება. უსიტყვოდ ესმის კაცს. ოგოებო. ეგა ცოტა უშუალოდ გამომივიდი. მოდიში რა. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა. აი ესეთი ანგელოზებია რა. ვის სულელმა გამოუშვა მეთქი. ხალხელ ბიჭებს რომ დაუხდა თვალები. ოი ცარ, შენ ფიქრობ რომ თქვენ აუცილებლად ხილოდნობია რა? და იმდენად სუსტები ვართ რომ კაცის გარეშე თავს ვერ მივხედავთ ან ვინმე რამეს აგვიბედა? არა, არა, განათქენ პატიოსნება შეჭმება. ოი მე ეს პატიოსნება რაღაც ხაჯობა. აი შენ მართლა ვინ გგონი რა ის ხო ისე. ვინ გონი ხარ და ამ ქვეყნის მშვენივრად. აი ჩამოვიშვათ ხელი. რა აი გოგოებო, მე კიდე არჯეროდა. როგორ იქნება ხოლმე? რა მუსკულების სიმღერას ვიზო. მე არც გლის, არც კიდე გლისფერი ძაღლის არ მეშინი. აი გოგოებო, აი ნერვიულად მაგარი გასაყო. ვინ გონი ხარ და ამ ქვეყნის მშვენივრად. ხალხ ვერთები და დედოფლები, რომელიც სულ ხელის გულზე უნდა მოუარო და ეთაყვანო, ბაბა. ატო, ჩაინიშნე რა ეს ყველაფერი. აი საშობა ვარდადეგების მერე პირველი რეპრეზენტაციის საკაიფო თემებია. რა ორ თემებია? ვის ხანის აზროვნება პროვინციაში მითოსულ პატრიარქალური ალუზიები. არა. აუზი არა მაგრამ. აუზი არა, ალუზიები. მაგრამ რა მნიშვნელობას შეგვიძლია მაინც. ავაგდება. მნევას მაშა. ისა შენა. Sen გადაცემა დასასრულია. მოდით დაგემშვიდობთ. შეწყინე გამოგვიდე ინკოგნიტოელი გვეთური კოდნავა 60 ნომერში ან დაგვირეგე ნომერზე 599146525. მომავალ შეხვედრამდე. Toliagare Tetri bandeli Chims panjadostra Tinem livida dafna Ayaviti ase Adamenaderi Montudi Uzun odra Usheno Se almazero Usheno Si tu scolezzavi Usheno Usheno Se almazero Usheno Si tu scolezzavi